ამერიკული კომპანია Anthropic აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტისთვის ქმნის სრულად ახალ ენობრივ მოდელს, რომელიც საკმაოდ მძლავრია, თუმცა არ არის მზად საჯარო მოხმარებისთვის. ამის მიზეზად ტექნოლოგიურ ბრენდს შეასახელებენ ზედმეტად მაღალ ეფექტურობას, მთავარ ოპერაციულ სისტემებსა და ვებ ბრაუზერებში სუსტი რგოლებისა და მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის თვალსაზრისით, რაც მათივე შეფასებით შესაძლოა ბოროტად იყოს გამოყენებული კიბერთაღრითებისა და ჯაშუშების მიერ. სწორედ კიბერუსაფრთხოების სფეროში უპრეცედენტო რისკების შემცველი ინსტრუმენტის შემუშავების გამო მარტში ამერიკული კომპანიის აქციების ფასები მკვეთრად დაეცა. Anthropic-ში დეტალურად ახსნეს ახალი მოდელის რიგი მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ირკვევა, რომ საჯაროდ გაშვების შემთხვევაში მას მარტივად შეიძლება გვერდი აუვაროს ქსელის უსაფრთხოების შეზღუდვებს და წვდომა ჰქონდეს როგორც ცალკეული მოხმარებლების კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, ისე სახელმწიფოს შიდა ან ქვეყნებს შორის დაშიფრულ მონაცემებთან. ამერიკული კომპანია გეგმავს ახალი მოდელის სახელწოდებით Mythos Preview მსოფლიოს იმ მსხვილ ტექნოგიგანტებს წარუდგინოს, რომლებიც კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნავენ და პროგრამულ უზრუნველყოფას შეიმუშავებენ. კომპანია Anthropic-მა ასევე განაცხადა, რომ ახალ მოდელთან დაკავშირებით მუდმივ ლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებთან და განმარტავს, რომ მოდელის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს სტრატეგიული უპირატესობა ჰქონდეთ, როგორც ხელოვნური ინტელექტის განვითარების, ისე კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით. ამჟამად ამ მიმართულებით დასავლური ცივილიზაციის მთავარი კონკურენტი არის ჩინეთი. ვინაიდან ჭკვიანი ვირტუალური მექანიზმების შესაძლებლობები დღითი დღე იზრდება, ქვეყნების დიდი ნაწილი ახლა ფიქრობს კონკრეტული შემზღუდავი ბერკეტები შეიმუშავოს, რითაც დაიცავს როგორც მოქალაქეთა პირად ინფორმაციას, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის მონაცემებს. D'accord. Et Alexa règle la luminosité de la salle à manger sur 40%.